გამარჯობა თქვენ უყურებთ მომავალ ტევის და გადაცემას თაობა. დღეს მე ნანა იმჯგია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია და მომავალი თაობის კეთილდღეობისათვის ზრუნავს სამშობიარო სახლი იმედის კლინიკა. იმედის კლინიკა გთავაზობთ თანამედროვე დონის მომსახურებობას და მრავალფეროვან სერვისებს. უსაფრთხო დედობა, ჯანმრთელი ახალშობილი და ბედნიერი ოჯახი იმედის კლინიკის ავიზიტო ბარათია. ჩვენი გადაცემის მიზანი კი მოტივირებული და საინტერესო ახალგაზრდების პოპულარიზაცია, ასევე ყურადღებას ვაქცევთ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც საინტერესო საქმიანობით არიან დაკავებული. დღეს გადაცემაში სწორედ ასეთ ორგანიზაციაზე ვისაუბროთ, პროფესიული განვითარების აკადემია. დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა იქნება ამ ორგანიზაციის მისია და ღირებულებები. გავიგებთ ასევე იმ პროექტებსა და ტრენინგებს, რომელსაც ეს ორგანიზაცია ახორციელებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი კი პროფესიული განვითარების აკადემიის მთავარი მენეჯერი მარიამ კოტობიძეა. მარიამ, მოგესალმებით და დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო ორგანიზაციაა და მიხარია, რომ დღეს ჩვენი მაყურებელი ამ ორგანიზაციის შესახებ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს გაიგებს. სანამ ვისაუბრებთ უშუალოდ ორგანიზაციის შესახებ, მოდი გვესაუბრე შენ შესახებ, მაინტერესებს რითი ხარ დაკავებული და რა წარმოადგენს შენი ინტერესის სფეროს. კარგი, პირველ რიგში მოგესალმებით. მე ვარ მარიამ კოტობიძე. გარდა იმისა, რომ ვარ პროფესიული განვითარების აკადემიის მთავარი მენეჯერი, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და ფაქტიურად დღეს ჩემი ცხოვრება შემოიფარგლება ესე ვთქვათ ამ ორი რამით. პირველი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი და მეორე პროფესიული განვითარების აკადემია და ვცდილობ ეს ორი შევთავსო. ძალიან დაძაბული დღის რეჟიმით მიწევს ამის გამოცხოვრება, მაგრამ შედეგები ძალიან სასიამოვნოს ხდის თვითონ შემოს პროცესაც. მარიამ, ხარ იურიდიული სტუდენტი. მაინტერესებს რამ განაპირობა შენი არჩევანი და რატომ გადაწყვიტე ამ ფაკულტეტზე ჩაბარება? სიმართლე გითხრათ, რომ თქვა რომ გაუაზრებლად ჩავაბარე, ეს ტყუილი იქნება. სკოლის ასაკიდან ვცდილობდი რომ სხვადასხვა ასე ვთქვათ სფეროებზე უფრო მეტი გამეგო, მათ შორის სამართალზე და დაინტერესებული ვიყავი? კი, დაინტერესებული ვიყავი. მათ შორის ფსიქოლოგიით ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ როდესაც კარგად გავერკვიე, სამართალი უფრო ასე ვთქვათ ახლოს აღმოჩნდა ჩემთან და სიმართლე გითხრათ, იმედი არც გამცრუებია და დღეს იქ ვარ, სადაც უნდა ყოფილიყავი. და ეს ძალიან კარგი მომენტია, როცა აცნობიერებ, რომ იქ ხარ, სადაც უნდა ყოფილიყავი. კი, ნამდვილად. და მე ურჩევდი სკოლის მოსწავლეებს, რომ თვითონ გაერკვიონ, თქვათ, არ დაუჯერონ სხვაებს, თუნდაც მშობლებს და თვითონ რაც უნდათ, ის შეგრებულად მივიდნენ და სწორად რა ჭირდებათ, იმიტომ რომ არიან ხშირად ახალგაზრდები ისეთები, რომლებიც ჩააბარებენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდებიან, რომ ეს ის არ არის, რაც სჭირდება. ამიტომ ჯობია თავიდანვე გავერკვიოთ. ძალიან კარგი მიხარია, რომ კომფორტულად გრძნობ თავს. როგორც მომავალი იურისტი, მაინტერესებს როგორ რეაგირებ უსამართლობაზე. სიმართლე გითხრათ, სამართალი და სამართლიანობა არ არის იდენტური ცნებები, მიუხედავად ამისა ძალიან ახლოს არის და პირველ რიგში, როცა იურიდიულზე აბარებ, სამართლიანობასთან ასოცირდება სამართალი შენთან და ამის გამო მეც მქონდა ხოლმე გარკვეული პროტესტის გრძნობები უსამართლობასთან დაკავშირებით და ახლაც ესე არის, თუმცა ვიცი, რომ ხშირად სამართლიანობა ვერ იმარჯვებს, მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები, რომ ბოლომდე სამართლიანობის მხარე დავიჭირო. საინტერესოა, რომელი მიმართულებით აპერებს წასვლას არის საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სამოქალაქო. რომელი სფერო გაინტერესებს ამ ეტაპზე განსაკუთრებით? განსაკუთრებით პირველივე კურსიდან მაინტერესებდა სისხლის სამართალი. მიუხედავად ამისა, რთული და მძიმე შედარებით ძალიან საინტერესო. მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ კერძო სამართალს გავყვე და მიზეზი რა გახდა ამ გადაწყვეტილების? სიმართლე გითხრათ, კერძო სამართალში ვიპოვე ძალიან საინტერესო, ესე ვთქვათ, ქვედარგები. მაგალითად, საავტორო სამართალი, როგორ იცავენ ავტორები საკუთარ უფლებებს, იყო სახალხშეკრულებო სამართალი, როცა ვთქვათ, ხელშეკრულებასთან მქონდა პირველი შეხება, მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მივხვდი, რომ კერძო სამართალი არის ერთი შეხედულით თითქოს უინტერესო, ამ დროს კი ძალიან უფრო საინტერესო და ძალიან დიდი სფერო. კარგი. მარიამ, რამდენი ხანია, რაც პროფესიული განვითარების აკადემიაში ხარ ჩართული? ამ ორგანიზაციაზეც მოგახსენებთ. სანამ გავიგებთ დეტალებს, მოდი ეს გითხარი, რამდენი ხანია, რაც მთავარი მენეჯერის პოზიციაზე გავიგე. მთავარი მენეჯერი ვარ სექტემბრიდან, თვითონ ორგანიზაციის წევრი ვარ დაარსების დღიდან.
ორგანიზაცია დაარსდა 2014 წლის ივლისის თვეში და სწორედ ამ დროიდან მეც ჩართული ვარ და საქმიანობ დამფუძნებელთან ერთად. დამფუძნებელი არის გიგა ჭანტურია, სამართალმცოდნე. მისი იდეა იყო ამ ორგანიზაციის დაარსება. რატომ მაინც ეს მიმართულება? როგორ მიმართულება? ანუ თქვენ რასაც აკეთებთ? დიახ, გეტყვით, მოკლედ, როგორც იცით, პროფესიული განათლების აკადემია ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და ეს გადავწყვიტეთ იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა ადამიანებისთვის მიგვეცა ის ცოდნა, რასაც მაგალითად ვერ მიიღებენ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი ყველაფერს ვერ ფარავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ განათლებას აწვდის. თეორიული განათლება ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი ორიენტირებული თეორიულ განათლებაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პრაქტიკული ელემენტები შემოგვეტანა და ამიტომაც არის საინტერესო თქვენი ორგანიზაცია. ძალიან საინტერესოა და ამიტომაც არის რომ ესე მცირე დროში ძალიან პოპულარულები გავხდით და ძალიან ბევრი ესეთ მუდმივი მომხმარებელიც კი იყავს ჩვენ პროექტებს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი იყო ასევე საზოგადოებაში მარჩეგნების დონის ამაღლება, რასაც ფაქტიურად ვახორციელეთ წარმატებით. გარდა ამისა, არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროს, ესე ვთქვათ, განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე მოხალისეობრივი კულტურის განვითარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოში რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე ვითარდება და არ არის ისე განვითარებული, თქვათ, როგორც უნდა იყოს. კი, ნამდვილად დაგეთანხმებით, არ არის განვითარებული, ამის განვითარება და პოპულარიზაციაც ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო. ასევე ჩვენი მიზანი იყო, როგორც სკოლის მოსწავლეების, ასე ვთქვათ, განათლების დონის აწევა, ასევე სტუდენტების და ასევე ჩამოყალიბებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანების. ამის თქვენი ორგანიზაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ მოსწავლეებით და სტუდენტებით, მაყურებელს რომ კარგად გაიგოს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება თქვენს პროექტში. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩვენ სკოლის მოსწავლეებს ვეხმარებით იმაში, რომ სწორედ აირჩიონ პროფესია, რაზეც ვისაუბრეთ. და მნიშვნელოვანია ეს ნამდვილად. სტუდენტებს ვეხმარებით იმაში, რომ ესე ვთქვათ, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად, ხოლო სხვა პროფესიის ადამიანებს, რომ კიდევ უფრო მეტად აიმაღლონ კვალიფიკაცია, გახდნენ კონკურენტუნარიანები, გამოავლონ ის უნარჩვევები, რაც ხშირად თვითონ აქვთ, მაგრამ ვერ ავლენენ და რეალიზაცია მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში მიაღწიონ კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებს. მარიამ, მოდი აბა უფრო კონკრეტულად გითხარი, რა წარმოადგენს თქვენი მიზნებზე ვისაუბრეთ, თქვენი ორგანიზაციის ღირებულებებს რა წარმოადგენს, ამის შესახებ ესაუბრე მაყურებელს. კი, რა თქმა უნდა, აქ მინდა გადავიდე უშუალოდ იმაზე, რომ ჩვენი ორგანიზაცია არ არის კონკრეტული პროფესიებით შემოსაზღვრული. მაგალითად, თქვა სამართლით, გამომდინარე იქიდან, რომ თქვა ბევრი იურისტი მუშაობს ორგანიზაციაში, ჩვენ არ ვართ. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სამართალზე ორიენტირებულები ჩვენ არ ვართ. ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს მინდა დავეხმაროთ და ამას მოწმობს ისიც, რომ ჩვენ გვაქვს ქვედანაყოფები სტრუქტურული, აი აქ წამოვიღე რომ არც ერთი არ გამოჩნდეს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ქვედანაყოფებია. სამართლის ცენტრი გვაქვს კრიმინოლოგიის ცენტრი ცალკე გამოყოფილი, გვაქვს ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის ცენტრი, გვაქვს ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, სოციალობის კი და გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო ცენტრი, ეს არის პროექტების მართვის ცენტრი, რომელიც შედგება სტუდენტებისაგან. აქ ყავს სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელი სტუდენტები და ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს ადამიანები სწავლის პარალელურად ავითარებენ მენეჯერულ უნარჩვევებს, ორგანიზებას უკეთებენ პროექტებს და ესე ვთქვათ, იდეიდან პროექტის განხორციელებამდე რაღაც ეტაპებს გადიან. ეტაპებს გადიან. და რას მოიცავს კონკრეტულად ეს ვთქვათ, ვიღაცა სურს გაწევრიანდეს ამ ჯგუფში, როგორ შეიძლება აქამდე მოსვლა? ჩვენ ვაცხადებთ ხოლმე წევრების მიღებას, გვაქვს რამდენიმე ეტაპი, ვთქვათ, CV-ს განხილვა, შემდეგ გასაუბრება. აქ გასაუბრებაზე ესე ვცდილობთ, რომ გავიგოთ, რამდენად აქვს მენეჯერის უნარჩვევები კონკრეტულ კანდიდატს და შემდეგ აყვანის შემთხვევაში ის ხდება აკადემიის მენეჯერი და მას შეუძლია, ესე ვთქვათ, სხვა პროექტების ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა და გარდა ამისა, თვითონ წამოაყენოს რაიმე იდეა და შემდეგ
შემდეგ პროექტად აქციას ის. და იქნება შემთხვევები, როცა კონკრეტული იდეა განხორციელდა და ძალიან ბევრი შემთხვევები გექნება ასეთი. მე მინდა ვისაუბროთ უკვე განხორციელებულ პროექტებზე, მოდი გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი და ამის შესახებ გვესაუბროთ. პირველი პროექტი ეს იყო იმიტირებული სასამართლო დასისხლის საპროცესო უნარჩვევები, რომელიც განხორციელდა, ესე ვთქვათ, ორგანიზაციის შექმნის დროს ფაქტიურად და იყო პირველი პროექტი, მაგრამ გახდა ძალიან პოპულარული, ძალიან ბევრი მსურველი იყო. განსაკუთრებით იურისტები დაინტერესდა. განსაკუთრებით იურისტები. ამის შემდეგ იყო დანაშაულის კრიმინოლოგიური ანალიზი, რომელმაც ესე ვთქვათ, მოლოდინს გადააჭარბა, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი მსურველი მოვიდა და კიდევ უფრო ბევრს უნდა მონაწილეობის მიღება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო შეხვედრა პირველ კურსელებთან, რომელიც პირველად გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. რას მოიცავდა ეს შეხვედრა? კი, მინდა გითხრათ, რომ თვითონ ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე და ჩვენი პარტნიორი არის იურიდიული ფაკულტეტი და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება. და ჩვენ ერთად ესე ვთქვათ, ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ. და ხალხი გიწყობთ ყველანაირად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტების განხორციელებაში ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენთვის და სწორედ შეხვედრა პირველ კურსელებთან დაიგეგმა იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის პარტნიორობით. ეს გულისხმობდა იმას, რომ როდესაც პირველ კურსელები მოდიან უნივერსიტეტში, ისინი არიან დაბნეულები, არაგვაჭირდებათ ძალიან ბევრი ამაში გეთანხმები აბსოლუტურად. მათ არ ქონდათ ის ინფორმაცია, არის აუცილებელია ნებისმიერი სტუდენტისთვის და ჩვენ გავაკეთეთ შეხვედრა, ესე იგი ვესაუბრეთ მათ სასწავლო ვადებზე, სასწავლო პროცესზე, კიდევ ქონდა ვთქვათ, სხვადასხვა ესე ვთქვათ, ინფორმაციის მიწოდება გადავწყვიტეთ მათთვის. იგივე საგნებთან დაკავშირებით. დიახ, საგნებთან დაკავშირებით, გამოცდებთან დაკავშირებით, ანუ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სჭირდება სტუდენტს. და საკმაოდ წარმატებული გამოდგა, იმიტომ რომ პირველ კურსელები მადლიერები იყვნენ, რომ პირველ მადლიერები იქნებოდნენ, იმიტომ რომ დაგეთანხმები იმაში, რომ აუცილებელია პირველ კურსელების დაკვალიანება და გზის მიცემა, რომ გაიგონ რა და როგორ ხდება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დაბნეულები არიან და ეს სრულიად ლოგიკურია, რომ პირველ კურსზე სჭირდება დაკვალიანება და ძალიან კარგი პროექტია. გააგრძელებარია გისმენთ? ანუ ეს იყო ძალიან ესე ვთქვათ მასშტაბური პროექტი, რომლის განმეორება გვინდა და გვინდა რომ ტრადიცია ჩამოყალიბდეს და დავეხმაროთ პირველ კურსელებს. ამის შემდეგ ძალიან ესე ვთქვათ პირველი ესე ვთქვათ წარმატებული და ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო საჯარო დისკუსია მარიხუანასთან დაკავშირებით, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, პროგრესი თუ გზა ნარკოდამოკიდებულებისკენ. ეს იყო აქტუალური თემა იყო მაშინ. და ზუსტად დავამთხვიეთ, რომ გვინდოდა რომ ესე ვთქვათ მითები დაგვემსხვრია და რეალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა ადამიანებისთვის მარიხუანასთან დაკავშირებით. საინტერესო დისკუსიის დეტალები და მოდი გვესაუბროთ ამის შესახებ, როგორ ჩატარდა ეს დისკუსია და საბოლოოდ რა დასკვნამდე მივხვდით. ჩვენ მოვიწვიეთ კომპეტენტური ადამიანები, ჩვენ ყავდა კრიმინოლოგი, ყავდა ესე ვთქვათ ექიმი და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ვისაც ეხებოდა ეს თემა. ვისაც ეხებოდა და ვინც იყო კომპეტენტური ამ საკითხში და მინდა ვთქვა, რომ მათი მოხსენებების შემდეგ დიდი დისკუსია გაიმართა და ესე ვთქვათ მსმენელები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. საინტერესო ამ ახალგაზრდების მოსაზრება დისკუსიაზე რა ტიპის მოსაზრებები გაჩნდა? ახალგაზრდებს ესე ვთქვათ, იყვნენ ისეთი კატეგორიის ახალგაზრდები, რომლებიც იძახდნენ, რომ აქამდე სხვანაირად წარმოედგინათ ეს ყველაფერი და შემდეგ მთლიანად შეიცვალა მათი წარმოდგენები. იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ეს ვიცოდით და ეხლა კიდევ უფრო გაგვიმყარდა ჩვენი ცოდნა და კი და აცი უკვე დარწმუნებულებით ვართ. პირველად შენ რას ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით? ცოტა რთული არის ამაზე საუბარი, მით უმეტეს საქართველოში, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ სრული ლეგალიზაცია ალბათ წარმოუდგენელია, ალბათ ყველაფერი არის დროის საკითხი და თვითონ მიგვანიშნებს დრო რა უნდა გავაკეთოთ.
კარგი, მაგრამ მე მინდა ესე იგი თემა ტრენინგის, რომელიც ყველაზე მეტად აქტუალური იყო და ყველაზე მეტი გამოხმაურება რომელს მოყვა. კი, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთეთ ტრენინგების კუთხით. შესაძლოა გქნებათ სტატისტიკა, საერთოდ უფრო აქტიურობდნენ ახალგაზრდები. ჩვენ ხარისხზე ესე ვთქვათ ორიენტირებულები ვართ და გვინდა რომ მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული და ხარისხზე ორიენტირებული პროდუქტი გავაკეთოთ და გამომდინარე აქედან კითხვებსაც ვაკეთებთ ხოლმე სხვადასხვა სახის კითხვებს. ანუ გამოკითხვებს და მის მიხედვით წამით შემდეგ პროექტებს. გვაქვს სტატისტიკები, რეალურად ვაძლევთ ანუ დევთ თუ არა შედეგს. შედეგიანია თუ არა ჩვენი ტრენინგები. როგორც კი შევატყობთ რომ ვთქვათ რაღაც ხარვეზი გვაქვს, მაშინ რომ ვასწორებთ რომ მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს. მუშაობის პრინციპი ძალიან საინტერესოა. კი, ძალიან საინტერესოა. თქვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი მაქსიმალური და ორიენტირებული ხართ ამისკენ. მოდი გითხარი აბა რომელიმე ტრენინგის თემა, რომელიც ყველაზე აქტუალური იყო და განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მაგალითად საჯერის აღსრულება ციხეში. უკვე ამას განვიხილავთ შემდეგ უფრო ვრცლად. საჯერის აღსრულება ციხეში, რომლის მეოთხე ნაკადზე გვაქვს რეგისტრაცია გამოცხადებული. და ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე წარმატებული იყო. კი, წარმატებულია და მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ჩვენი ცენტრებიდან, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, აქტიურობენ სამართლის და კრიმინოლოგიის ცენტრები და მათი ტრენინგები არის ძალიან პოპულარული, იგივე საჯარო აღსრულება, იგივე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. რამ განაპირობა ეს? ფიქრობ საინტერესო ინფორმაცია ერთი მხრივ, მეორე მხრივ რომ ადამიანებს არ აქვს წვდომა ზუსტ ინფორმაციაზე და ჩვენ ამ ზუსტ ინფორმაციას ვაწვდით მათ და გვაქვს გარკვეული ესე ვთქვათ პრაქტიკული ელემენტები ტრენინგებში, ეს არ არის უბრალოდ სალექციო კურსი, გვაქვს პრაქტიკული ელემენტები, ვთქვათ სავარჯიშოები, კაზუსები, ვიდეო რგოლები, რომელიც უფრო საინტერესოს ხდის და ანუ იმით არის კიდევ ერთხელ მინდა მაყურებელს უთხრა გამოჩველი თქვენი ორგანიზაციაში ავაჯამოთ, რომ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე არიან ორიენტირებული, პრაქტიკულად მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გააგებინონ ამ ტრენინგის მონაწილეებს თემის ირგვლივ და ეს ინფორმაცია იყოს მიწოდებული. მარიამ, რა მაინტერესებს იცი, სხვა ცენტრების მუშაობის სტრუქტურა და განხილვა. ეს ცენტრები, რა თქმა უნდა, ახლა სახელიდან გამომდინარე მუშაობენ პროფესიონალი, რაც თავია კომპეტენტური ადამიანები სხვადასხვა პროექტებზე, არა მარტო ტრენინგებზე, უბრალოდ ჩვენ დავიწყეთ ტრენინგებით და გვაქვს ძალიან საინტერესო იდეები. განსაკუთრებით როგორც აღნიშნეს, აქტიურია სამართლის და კრიმინოლოგიის ცენტრი, თუმცა ჩვენ სხვა ცენტრებშიც ვახორციელებთ პროექტებს, მაგალითად მენეჯმენტის ცენტრმა გააკეთა პროექტი ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მენეჯმენტი, რომელსაც თვალისწინებდა ეს პროექტი კონკრეტულად როგორ. აი ზუსტად ახლა არის გამოცხადებული და ადამიანები კიდევ რეგისტრირდებიან ამ ტრენინგებზე. ზოგადი მენეჯმენტი, ეს არის მენეჯმენტის ზოგადი კურსი, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ის შეიძლება არ იყოს პროფესიით მენეჯერი. კადრების მენეჯმენტს რაც შეეხება, ეს არის როგორც უწოდებენ HR მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, თუნდაც გუნდში კონფლიქტების დარეგულირება, კადრების შერჩევა, კადრებთან მუშაობა და ძალიან საინტერესოა. ძალიან კარგი, მაინტერესებს რა ხდება ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ცენტრში. კი, გეტყვით, სოციოლოგიის თამამაც და ეს პირდაპირ მინდა აღვნიშნო, რომ სოციოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ჟურნალისტიკის ცენტრი ნაკლებად პასიურია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ ახალი კომპეტენტური და პროფესიონალი კადრები დავამატოთ ცენტრში. კი, აუცილებლად კადრები უნდა დავამატოთ და კიდევ უფრო მეტი პროექტი დავგეგმოთ. აი ჟურნალისტიკის ცენტრში, მაგალითად ჩვენმა ერთ-ერთმა აქტიურმა ტრენერმა შექმნა ძალიან საინტერესო ტრენინგი, რომელზე რეგისტრაციასაც ძალიან მალე გამოვაცხადა. მოდი გითხარი რა სახება ეს ტრენინგი, რა თემასთან დაკავშირებით. კი, ეს არის მაგალითად ახალი ამბები ჟურნალისტიკა, ესეთი სათაური შეურჩია. ამის შესახებ უფრო ვრცლად, რა თქმა უნდა, გაიგებთ, ჩვენ Facebook-ის გვერდზე იდება ხოლმე ყველანაირი ტრენინგის და ყველანაირი პროექტის შესახებ ინფორმაცია. კარგი, მაგრამ მე ვიცი, რომ ზუგდიდელ ახალგაზრდებს ესეთი საჩუქარი გავუკეთა თქვენმა ორგანიზაციამ და უფასო ტრენინგები ჩაუტარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეგიონებში ხდება ახალგაზრდების ინფორმირება ამ კუთხით და მაინტერესებს რა სახებოდა ეს ტრენინგი და როგორი შედეგი იყო საბოლოოდ. კი, ჩვენ გვინდა რომ რეგიონებშიც გავიდეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რეგიონის ახალგაზრდობას და არა მარტო ყურადღების მიღმართ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები და თქვენმა ორგანიზაციამ რო ყურადღება მიაქცია, ეს
ძალიან კარგი და მოსაწონია და თან აღსანიშნავია რომ უფასო იყო ეს ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ გავიდეთ უბრალოდ გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული, როდესაც ორგანიზაციის წევრები თბილისში მოღვაწეობენ და თბილისში საქმიანობენ და ანუ გასვლა დამეთანხმებით ცოტა სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის დირექტორმა და დამფუძნებელმა გიგა ჭანტურიამ გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ეს პროექტი ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის. რა თქმა უნდა, მარიამ, მოდი ბოდიში გაწყოთ, მე ერთი მომენტი მაინტერესებს, მაგრამ რატომ ის და მაინც ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის რა კრიტერიუმით მოხდა თქვა შერჩევა? ანუ უბრალოდ ისეთი სიტუაცია იყო, რომ თვითონ ზუგდიდში გამოითქვა, ესე ვთქვათ, ანუ თვითონ იქიდან ზუგდიდში. კი, სურვილი ჰქონდათ. მაგრამ ჩვენ აუცილებლად ჩავალთ სხვა რეგიონებშიც, აუცილებლად. გავაგზავნოთ ეს თემა, ანუ რასთან დაკავშირებით იყო ეს ტრენინგები და როგორი შედეგი მოყვა? ეს ტრენინგი იყო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დირექტორი სამართალმცოდნეა და კრიმინოლოგიის კუთხითაც აქვს გარკვეული ტრენინგ კურსებზე გამოცდილება, ტრენერობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მას. ჩაატარა სწორედ კრიმინოლოგიასთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთა დანაშაულებასთან დაკავშირებით და ზუსტად იმ თემებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ატარებს თვითონ ორგანიზაციაში თბილისშიც და თქვათ ეს თემები შეკრა და გაიტანა ზუგდიდელი ახალგაზრდებისათვის. ანუ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ინფორმირებული ყოფილიყო ყველა თემასთან დაკავშირებით. მაინტერესებს რა შედეგი მიიღეთ, ანუ კმაყოფილები იყვნენ თუ არა და რამდენად აქტიურად ჩაერთვნენ ამ ტრენინგში? ძალიან აქტიურად ჩაერთვენ, მინდა ვთქვა, რომ მოლოდინებს გადააჭარბა, იმიტომ რომ ხშირად თბილისში არ გვაქვს ხოლმე ესეთი შედეგი, ამ ადამიანებს მართლაც ეთყობა ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, იმიტომ რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები, შემდეგ საკუთარ მოსაზრებებსაც გამოთქვამდნენ და საბოლოოდ კმაყოფილები იყვნენ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ შევხვდებით. ანუ თქვენი ორგანიზაცია გეგმავს თუ არა სამომავლოდ მსგავსი პროექტების ჩატარებას სხვადასხვა რეგიონებში და არა მარტო თქვათ ზუგდიდში? კი, აუცილებლად ჩვენ გვაქვს ეს იდეებიც, უბრალოდ ჯერჯერობით, ესე ვთქვათ, როგორც თქვით, იდეიდან პროექტამდე, პროექტის დონეზე არ გადავსულოთ, მაგრამ გვაქვს იდეები და როგორც კი შევძლებთ, აუცილებლად გავაკეთებთ. ძალიან კარგია, ეს მნიშვნელოვანია. მათთვის ძალიან და დაგეთანხმები, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, მაგრამ მაინტერესებს ასეთი თემა არასრულწლოვანთა დანაშაული წაღები ახსენეთ. ამასთან დაკავშირებით აკეთებთ ტრენინგებს. რას მოიცავს ეს ტრენინგი და რამდენ დღიანია? ვთქვათ, რა ეტაპებს გაივლიან მონაწილეები? ეს ტრენინგი უკვე მესამე ნაკადად ტარდება, საკმაოდ მოთხოვნადია. აი ამ დროსაც მიმდინარეობს კიდევ ერთი ნაკადი. არასრულწლოვანთა დანაშაულობა მთლიანად, ესე ვთქვათ, მოიცავს არასრულწლოვანთა დანაშაულობის, ესე ვთქვათ, თემატიკას. ანუ ესე ვთქვათ, მთლიანად, რაც კი შეიძლება არასრულწლოვანთა დანაშაულებას დაუკავშიროთ. თუნდაც კრიმინოლოგიის კუთხით, ანუ ესე ვთქვათ, გამოვავლინოთ ის რისკ ფაქტორები და ის მიზეზები, რამაც გამოიწვია არასრულწლოვანებში დანაშაულის ჩადენა. და მივდივართ, ესე ვთქვათ, ბოლოსკენ, როცა არასრულწლოვანი ვთქვათ, ჩაიდენს დანაშაულს, ხდება ციხეში, რა ხდება იქ და მოკლედ ძალიან საინტერესო და ხუთდღიანი ტრენინგია, სხვათა შორის და ხუთივე დღე სხვადასხვა თემატიკაა და ამ ხრივ მრავალფეროვანია და შეუძლებელია ესე მოკლედ ამაზე საუბარი. მარიამ, საინტერესოა თქვი წაღანაც, რომ არასრულწლოვანთა დანაშაული და მიზეზები გაინტერესებს და მიზეზების დადგენა ეს მნიშვნელოვანია, რატომ ჩადიან ამ ყველაფერს არასრულწლოვანები და რა მიზეზები გამოიკვეთა ტრენინგის ფარგლებში? არის სხვადასხვა მიზეზი, რამდენიმე მნიშვნელოვანზე რა ვისაუბრებ? კი, მაგალითად არის ოჯახის ფაქტორი, ოჯახიდან, როდესაც მოდის ეს მიზეზი, არის საზოგადოების მხრიდან, არის იგივე სკოლა და მოკლედ სადაც არასრულწლოვანს უწევს, ასე ვთქვათ, არსებობა. არსებობა და გარემო ამბიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარემო ახდენს ზეგავლენას. გარემო ახდენს, კი და ჩვენი ტრენერები ამაზე ძალიან ვრცლად და კომპეტენტურად საუბრობენ, კომპეტენტურები არიან ნამდვილად. საინტერესო თემა. კიდევ ერთ პროექტს შევეხები ბავშვებს ზრუნვის სისტემა, ასეთი ტრენინგ კურსი და მინდა რომ ახალგაზრდებს გავაცნოთ ამის თემატიკა და იგივე რაც წევამ თქვით პროექტზე ისე დავახასიათოთ რა და როგორ არის. მინდა ვთქვა, რომ ეს ტრენინგი ჯერ არ ჩატარებულა, ამ მომენტში მიმდინარეობს რეგისტრაცია.
მას აკეთებს ჩვენი სოცმუშაობის ცენტრი, სოცმუშაკი ჩვენი ორგანიზაციის წევრი, რომელიც მართლაც პროფესიონალია და მას ჰქონდა სურვილი, რომ სოცმუშაკებისთვის შეექმნა ახალი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის ძალიან ესე ვთქვათ, ცოტა პროექტია მსგავსი სახის, იმიტომ რომ პასიურობენ ამ ხრივ და უნდა რომ კი, არ არიან აქტიურები და არ აქვთ ესეთი სახის პროექტებზე წვდომა და ჩვენი ესე ვთქვათ, სოცმუშაკის იდეა იყო ის, რომ უფრო მეტად გაეაქტიურებინა ეს ადამიანები, საკუთარი კოლეგები, მისი კოლეგები და მოიფიქრა ესე ვთქვათ, დაგეგმა ესეთი პროექტი, რომელიც მთლიანად ბავშვის თემატიკა შეეხება, აი მაგალითად, თუნდაც ბავშვი შვილად აყვანა. უამრავი თემა არის აქაც მოქცეული, სოცმუშაკებს მოუწოდებ, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ეს ადამიანი არის პრაქტიკოსი, სოცმუშაკი და გარდა თეორიულისა პრაქტიკულ ცოდნასაც მისცემს ტრენინგის მონაწილეებს. მარიამ ახსენეთ ახანაც რომ ნაკლებად აქტიურები არიან დივერს სოცები და მაინტერესებს რა განაპირობა ის რომ თქვა იურიდიული მიმართულებით ასეთი აქტიურები ხართ და შედარებით ნაკლებად აქტიურები სხვა სფეროში როგორ ფიქრობ ეს იმის მიზეზი ხომ არ არის რომ იურისტები ხართ ძირითადად და რომ ორგანიზაცია იურისტებისგან არის დაკონტაქტებული. რა თქმა უნდა, როცა თქვა რაოდენობით მეტია, პროექტის მეტი შეიქმნა, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს, რომ იურისტები რაღაც განსაკუთრებულად აქტიურები არიან. თუნდაც ეს მომენტი, რომ თქვათ უფრო მეტი, ანუ აქტუალური თემები გვაქვს ალაპარაკო იურისტებს. ესეც შეიძლება იყოს. სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც აქვთ ალაპარაკო. უბრალოდ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სამართლიდან და ვეცდებით და აუცილებლად გავაკეთებ, რომ სხვა პროფესიებსაც გადავწვდეთ და სხვა პროფესიის კადრებით შევიძინოთ და დავგეგმოთ პროექტები. მარიამ, ძალიან საინტერესოა თქვენი პროექტები და მე მინდა განვიხილავთ თითოეულს გადაცემაში მომდევნოზე მინდა გადავიდე სასჯელის აღსრულება. ესეც ვახსენით, საინტერესო თემაა ძალიან, რომელშიც იქნება განხილული ციხის პირობები, მე რამდენადაც ვიცით და სასჯელო აღსრულებითი სისტემის კრიმინოლოგიური ასპექტები და ძალიან საინტერესო იქნება იურისტებისთვის. გვესაუბრე ამ პროექტის შესახებაც და გითხარი, რას მოიცავს ეს პროექტი და რითი რა თემატიკით არის ატვირთული ძირითადად. ეს პროექტი დაგეგმა ასევე ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, რომელიც არის განათლებით იურისტი, სამართალმცოდნე, მაგრამ არის სოცმუშაკი და მუშაობს სასჯელო აღსრულების სისტემაში. შესაბამისად, ეს ადამიანი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას აწვდის ტრენინგის მონაწილეებს, აქ განხილული იქნება ადამიანის დაკავებიდან, ესე ვთქვათ, მთლიანად სასჯელის მოხდამდე. ანუ რა ხდება, რა უფლებები აქვს პატიმარს, რა სიტუაცია სასჯელო აღსრულების სისტემაში. ამ ტრენინგის მსვლელობის დროს ტრენერმა მონაწილეებს ასევე ესე ვთქვათ, ვიზუალურად აჩვენა ის სურათები, თუ როგორ გამოიყურება სასჯელო ანუ ესე ვთქვათ, ციხეები და რა პრობლემები აქვთ პატიმრებს, რა უფლებები აქვთ, როგორ ხდება სასჯელის მოხდა და საბოლოოდ რესოციალიზაცია. და რა თქმა უნდა, ამ პროექტის ფარგლებში იქნება პრაქტიკული კუთხე, ანუ თეორიულადაც მიეყვნენ ინფორმაციაზე პრაქტიკული თვალსაზრისით. კი, ჩვენი ტრენერები თვითონ გეგმავენ სხვა პრაქტიკულ, ეს იქნება სავარჯიშო, იქნება კაზუსი, იქნება თქვათ ვიდეო რგოლის ჩვენება, თუ სხვადასხვა, ამას თვითონ იფიქრებენ. მარიამ, მაინტერესებს თქვენი ორგანიზაცია სხვა მხოლოდ თესაურის სტუდენტებისგან არის დაკონტაქტებული, თუ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც? არა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ორგანიზაცია არ არის თესაურის სტუდენტებით ფარგლული, ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტ უნივერსიტეტს დაუკავშირდეთ და ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ. მაგალითად, პროექტების მართვის ცენტრში, სადაც ჩვენ მენეჯერები მუშაობენ, არიან სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ასე შემდეგ. და ვაპირებთ, რომ რაც შეიძლება მეტ უნივერსიტეტს დაუკავშირდეთ, იმიტომ რომ მათაც მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ ჩვენს მუშაობაში. ნუ ეს ძალიან კარგია, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულები თქვენ აძლევთ ამ ყველაფრის საშუალებას, რომ მიიღონ მონაწილეობა. მარიამ, მაინტერესებს თვითონ პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლები ხართ ჯერ, მაგრამ პოპულარულები და დაინტერესებულები ახალგაზრდები თქვენი, თუ ყავთ პარტნიორი ორგანიზაციები ამ ეტაპზე?
როგორც თქვი, ჩვენი პარტნიორი არის TSEO-ის იურიდიული ფაკულტეტი და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება. გარდა ამისა, ესე რომ ვთქვათ, მუდმივი პარტნიორი ორგანიზაციები არ გვყავს. უშუალოდ პროექტის ფარგლებში ყავს ხოლმე სხვადასხვა პარტნიორები, რომლებთან ერთად ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, მაგრამ მუდმივი პარტნიორი გარდა დასახელებული ორისა არ ყავს. იმედია გამოგიჩნდებათ, იმიტომ რომ საინტერესო პროექტებს აკეთებთ. მაგრამ მაყურებელს ავუხსნათ დეტალურად, თქვათ რომელიმე პროექტში უნდათ მონაწილეობის მიღება, იგივე ბავშვთა სრულნივის სისტემა, ან თუნდაც სასჯელის აღსრულება, რა უნდა გააკეთონ მათ იმისათვის, რომ ამ პროექტში მიიღონ მონაწილეობა. აი დეტალურად რო ავხსნათ, იმიტომ რომ გაიცნობენ ახალგაზრდები. Facebook-ის გვერდი, პროფესიული განვითარების აკადემია, შეგიძლიათ ჩაწერდეს ქართული ეზოებით, ასე ინგლისურად. იქ ჩვენ დებთ სრულ ინფორმაციას, მუდმივად ვანახლებთ ჩვენ გვერდს, ასევე როგორც მაგალითად, როცა დაიგეგმება ტრენინგი, ჩვენ დებთ დეტალურ ინფორმაციას ტრენინგის შესახებ, ვაკეთებთ ეგრეთ წოდებულ ივენთებს, ღონისძიებებს, შემდეგ ვარჩევთ მონაწილეებს, მათ შეუძლიათ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ, სახელის, გვარის, მეილის და ასე შემდეგ მითითებით. შემდეგ ჩვენ მათ მოკავშირდებით, ვადგენთ ნაკადებს და ვატარებთ ტრენინგებსა და სხვა პროექტებს. და ამის შემდეგ ჩვენი განხორციელებული პროექტების, ასე ვთქვათ, ფოტომასალასაც ვათავსებთ, რომ ჩვენმა, ასე ვთქვათ, მომხმარებლებმა და ჩვენი პროექტების მონაწილეებმა ნახონ თუ რა ხდება თითოეული პროექტის დროს და გადაავალონ თვალი. მარიამ, ახსენე ღონისძიებების ივენთებს აკეთებთ Facebook-ის საშუალებით. ეს ძალიან საინტერესო თემაა. მაინტერესებს ივენთებზე მოსვლები, როდესაც რეგისტრაციდებიან, რამდენი შეესაბამება სინამდვილეს. სტატისტიკა მაინტერესებს. იმიტომ რომ ხშირად არის შემთხვევები, რაღაცა ივენთს აკეთებენ და თითქმის 20%-იც კი არ მოდის და მაინტერესებს თქვენი ორგანიზაციის მაგალითზე როგორია ეს ყველაფერი, ეს სტატისტიკა. ეგრეთ წოდებული მოსვლები და რეალურად პროექტის მონაწილეები, რა თქმა უნდა, არ ემთხვევა ერთმანეს. მაინტერესებს ან ლიმიტი რამდენია თუ პროექტს გააჩნია? პროექტს გააჩნია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ესე, თვლით თვითონ პრაქტიკული სავარჯიშოებიდან გამომდინარე, ხარისხი რო არ დავარდეს, რამდენ ადამიანს შეგვიძლია ერთდროულად ჩაუტაროთ თქვათ სხვა პრაქტიკული სავარჯიშოები, გავაცნოთ თეორიული მასალა, იმიტომ რომ არ გვინდა ისე მოხდეს, რომ მაგალითად მოვიდეს 50 ადამიანი და ვიღაცას უშუალოდ ვერ ვეკონტაქტოთ და ვიღაცა, ესე ვთქვათ, ყურადღების გარეშე დავჭრეს. ანუ არათანაბრად გადანაწილდეს ყურადღება. რა თქმა უნდა, რაც რაოდენობა დიდია, მეტია, ხარისხი იკლებს. ამაში გეთანხმები აბსოლუტურად. მარიამ, მინდა ვისაუბრო სტუდენტურ უფლებებზე, როგორც იურისტი ხარ, მაინტერესებს შენ შემთხვევაში, შენ თვალით ან შენიდან გამომდინარე, რამდენად ირღვევა სტუდენტის უფლებები და თვითონ სტუდენტები თუ არიან ინფორმირებული, რისი უფლებები აქვთ მათ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რომ შენ იცოდე, თქვათ, რისი უფლება აქვს, როცა ხარ სტუდენტი. და რა მომენტში ირღვევა უფლებები, შემდეგ უკვე ამას გაიგებ, თუ არ იცი, შესაბამისად არ გეცოდინება რა მომენტში ირღვევა უფლებები. რა თქმა უნდა, არა მარტო სტუდენტი, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვერც გამოიყენოს, ან ესე ვთქვათ, ტყუილში შევიდეს და ტყუილი და ვეღარ გამოვიდეს, იმიტომ რომ იმას გულისხმობდი, როცა ვთქვი. ნამდვილად. სტუდენტებმა უნდა იცოდნენ აუცილებლად საკუთარი უფლებები, რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე ისე, როცა სტუდენტი ვერ იაზრებს, რისი უფლება აქვს. სწორედ ამას ემსახურებოდა მაგალითად ის პირველკურსელებთან შეხვედრა, რომ დაგვენახვებინა ამ ადამიანებისთვის და რეალურად გაგვეცნო თუ რისი უფლება აქვთ როგორც სტუდენტებს უნივერსიტეტში და შემდეგ იმედი გვაქვს, რომ გამოიყენებენ ამ უფლებებს. რეალურად ხშირად არ ხდება ხოლმე ესე, ვერ იყენებენ საკუთარ უფლებებს, მაგრამ ამ ბოლო დროს არის ის ტენდენცია, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი გააქტიურდა და აქტიურად იცავს საკუთარ უფლებებს, რაც ძალიან მიხარია. მაინტერესებს შენ სპეციალურად მაგალითზე დაღულა თუ არა შენი უფლებები? ჩემი უფლებები, სიმართლე გითხრათ, ან ყველაზე შენი აზრით ყველაზე ხშირად რა მომენტში რღვევა სტუდენტის უფლებები? რა თემას მიდაკავშირებით? სტუდენტის უფლება, სიმართლე გითხრათ, სტუდენტს იმდენი უფლება აქვს და იმდენი ვალდებულება პარალელურად, რომ რთულია, ესე ვთქვათ, გამოყო ყველაზე ხშირად რა მომენტში ირღვევა. მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ ვიტყვი, რომ ესე ვთქვათ, ჩემი უფლებები ირღვევა. ძალიან მიყვარს ეს უნივერსიტეტი და ვაფასებ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენს მიმართ, მით უმეტეს იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ არსებობს, რა თქმა უნდა, პატარა დარღვევები, უბრალოდ შეუძლებელია ესე ცალკე გამოყო. იმედია, ანუ ის აქტიურად შენ არ შეგხები ეს თემა და ძალიან კარგია, რომ თესებში აღიღვევა სტუდენტთა უფლებები, იმდენად რომ სტუდენტები შეწუხდეს ამ ყველაფერს. არ ნამდვილად არა რომ ისე შევწუხდეთ.
განსაკუთრებით ჩვენი ფაკულტეტის ადმინისტრაცია აქტიურად არის ესე ვთქვათ ჩართული მსგავს საკითხებში და უშუალოდ კონტაქტობს ჩვენთან და თან იურისტებმა კარგად იცით თქვენი უფლებები და ეს ყველაფერი არ შეგეშლებათ და ძალიან კარგია. მარიამ, მინდა შევეხოთ დასაქმების თემას. ამასთან დაკავშირებით განაცემაც გქონდა გაკეთებული სტუდენტები, რომლებიც პარალელურად სწავლასთან ერთად არიან დასაქმებული. მაინტერესებს რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით, როცა ისინი მუშაობენ და სწავლას და სამსახურს ერთმანეთს უთავსებენ და შესაძლებელია თუ არა, რომ სწავლის, კარგად სწავლის პარალელურად იმუშაო და არ შეგეშალოს ამ ორ რაღაცაში ხელი. სწავლა არის ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული და ვფიქრობ, რომ სწავლა არის უმნიშვნელოვანესი და არ მომწონს ხოლმე ხანდახან, როდესაც მუშაობენ და ამ დროს მუშაობით სწავლას არ აქცევენ ყურადღებას. ვფიქრობ, რომ მუშაობა უნდა იყოს მეორე პლანზე, მაგრამ თუ კი ადამიანი და სტუდენტი ვერ ახერხებს შეთავსებას, ვფიქრობ, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სწავლა უნდა აერჩიოს და შემდეგ მუშაობა. მაგრამ თუ კი სტუდენტს აქვს ამის შესაძლებლობა, აქვს ამის უნარები, რომ შეუთავსოს, მივესალმები, იმიტომ რომ ეს სტუდენტები მართლაც ესე ვთქვათ საამაყო სტუდენტები არიან და ძალიან კარგია, როდესაც სტუდენტობის ასაკიდან იძენ პრაქტიკულ უნარჩვევებს და ხარ ჩაბმული სხვადასხვა საქმიანობაში. და მინდა ვთქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ყველაფერში უწყობს ხოლ სტუდენტებს იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელია გრაფიკის შედგენა, ვთქვათ, რა საათებში გირჩევნია ლექციაზე მისვლა და იქ შეგიძლია შეათავსოს. ჩვენი თუ ადგენთ. დამოუკიდებლობა ვართ ამ თვალსაზრისით. მარიამ, საზღვარგარეთ განათლების მიღებაზეც მინდა ეს აქტუალური თემა. თქვა შენი აზრი, მაინტერესებს შენაპირებ თუ არა საზღვარგარეთ წასვლას, იგივე გაცვლითი პროგრამები აქვს იურიდიულ ფაკულტეტს გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და მინდა ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრო. კონკრეტულად საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება არ მაქვს ჯერჯერობით დაგეგმილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სრულიად შესაძლებელია, მით უმეტეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მას ბევრი პარტნიორი უნივერსიტეტი ყავს საზღვარგარეთ. ჯერჯერობით არ მაქვს დაგეგმილი და შეუძლებელია ესე კონკრეტულად რომ ვთქვა, მაგრამ სურვილი რა თქმა უნდა მაქვს. განსაკუთრებით გერმანია არის იურისტებისთვის აქტუალური. პარტნიორი უნივერსიტეტები გერმანიაში. და მედია მომეცემა შესაძლებლობა. და ზოგადად რას ფიქრობ იმის შესახებ, როცა ახალგაზრდები მიდიან და იქ აგრძელებენ კარიერას? ეს მაინტერესებს. ესე რომ თქვა, რომ წინააღმდეგი ვარ, არა, არასე კატეგორიულად არა. მე ძალიან მომწონს, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ, სწავლობენ, შემდეგ ჩამოდიან და საკუთარ ქვეყანას ახმარენ ამ ცოდნას. იმიტომ რომ ხშირად ისე ხდება, რომ საქართველოში რაღაც ცოდნას ვერ გვაძლევს უნივერსიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს გვაძლევს და საზღვარგარეთ ამას ივსებენ და ისევ საკუთარ ქვეყანას ახმარენ და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარია, როდესაც საერთაშორისო განათლების მქონე ადამიანები, საზღვარგარეთ განათლებული ადამიანები, რომლებიც აქ მიღებული განათლება შეავსეს, ისევ ამასამსახურებიან. მარიამ, მინდა შევეხოთ კიდევ ერთ თემას, ესეც აქტუალური თემა, აგრესიული ფონი. რამდენად შენი აზრით, რამდენად არის ახლა საზოგადოებაში აგრესიული ფონი, ის რომ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება აქვთ და თითქოს ნეგატივისტებით არის საზოგადოება გავსებული. რას ფიქრობ ამის შესახებ? შენ თუ გაწუხებს ეს თემა, იმიტომ რომ აქტუალური თემაა. სიმართლე გითხრათ, ჩემი მჩნევია ეს აგრესიული ფონი. ახალგაზრდები განსაკუთრებით საუბრობენ ამ თემასთან დაკავშირებით. კი, სიმართლე გითხრათ, რომ მე გარკვეულწილად ესე რაღაც შეწუხებული ვარ. ვერ ვიტყვი ამას, რომ შეწუხებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოზიტიური ადამიანია პარალელურად და ვფიქრობ, რომ სხვადასხვანაირები ვართ, ყველანი ვართ ინდივიდუალურები, შესაბამისად აგრესიული ადამიანების ბევრი იქნებიან და პოზიტიური ადამიანების. მეც ვხვდები აგრესიულ ადამიანებს, მაგრამ ვცდილობ, რომ პოზიტიური ადამიანებით შევავსოს ყველაფერი და თქვათ სხვა ადამიანის აგრესიას არ მივაქციო ყურადღება. ნუ აგრესია გარკვეული ფაქტორებით არის გამოწვეული. იგივე შეიძლება იყოს ეკონომიკური მდგომარეობა, გარემო პირობები, დიახ, ძალიან ბევრი შეიძლება იყოს ესეთი ფაქტორი. მაგრამ ჩვენ არ უნდა ესე ვთქვათ დავჯდეთ და ვიწუწუნოთ აგრესიულ ფონზე. შეგვიძლია უფრო პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს. კონკრეტულ შემთხვევაში მაინტერესებს აგრესიას, აგრესიით ვეპასუხებ თუ არა. როგორია შენი რეაქცია აგრესიის დროს კონკრეტულ სიტუაციაში? არა, ძალიან მშვიდი ვარ ამ მხრივ. ხშირად გამიღიმია კიდევაც ესეთ აგრესიაზე, იმიტომ რომ აგრესიით თუ უპასუხებთ აგრესიას, ეს ორმაგ აგრესიას ნიშნავს. იქიდან მეორე მხრიდან შეიძლება კიდე აგრესია წამოვიდეს და საბოლოოდ ქაოსი ვიწვევთ. ანუ შენი პასუხი აგრესიაზე არის ხიმილი, ანუ
დადებითი დამოკიდებულება აუცილებლად. მაგრამ ხშირად არის, როდესაც თაობათა ბრძოლა ესეთი რაღაცა, როცა ერთი თაობა მეორე თაობა, ანუ უფროსი თაობა ახალ თაობას ებრძვის, რაღაცა არ მოსწონს, მუდმივად აკრიტიკებს, ანუ შენ შემთხვევაშიც ყოფილა ალბათ ესე, როდესაც უფროსები ჩვენი მისამართი თამანდელი თაობის სიშვერენ და ბევრ რაღაცაში გვაკრიტიკებენ. მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით, რას ფიქრობ? აი ესეთი ფრაზები, როგორც არის მაგალითად რა თაობა მოდის და ასე შემდეგ, დეთანხმები, არა იმიტომ რომ ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ, რეალურად ახალი თაობა არის ძალიან მაგარი თაობა, ძალიან ნიჭიერი თაობა. ეს გამოვლინდა ზუსტად იმაშიც, რომ ეს ადამიანები საერთაშორისო ასპარეზზე აღწევენ წარმატებას, ბევრი ქართველი ახალგაზრდა ყავს ჩვენ ისეთებიც, რომლებიც ვთქვათ, საერთაშორისო კონკურსების, საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულები ხდნენ, ვფიქრობ, რომ მაინც რითია განპირობებული ეს დამოკიდებულება. დამკვიდრდა უკვე შენი აზრით ეს დამოკიდებულება. ვფიქრობ, რომ ესეთი დამოკიდებულება მუდმივად იყო. მუდმივად იყო, რა თქმა უნდა. ეს იყო საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ახალი თაობა მოდის, თუ ის არის შენგან ოდნავ მაინც განსხვავებული, შენ შეიძლება ცოტა სკეპტიკურად შეხედო მის განსხვავებულობას, შემდეგ ცოტა აგრესიაც გამოხატო ამის მიმართ. ეს ვფიქრობ, არანაირი ესე ვთქვათ, ავის მოვასწავლებელი არ არის, უბრალოდ უნდა შევეგუოთ, რომ ახალი თაობა, რა თქმა უნდა, იქნება ცოტათი განსხვავებული. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია. აი, თქვა ჩვენ მაგალითზე ვაძლევთ არა იმის საფუძველს, რომ თქვან, რომ ეს რა თაობა მოდის და ეს კრიტიკულად იყვნენ განწყობილი. არა, როგორც თქვი, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან. მოდი ვისაუბროთ დადებითი და უარყოფით მხარეებზე. გამოყავით ახლანდელი თაობის დადებითი და უარყოფით მხარეები. დადებითი მხარე, ჩემი აზრით, არის ახალი თაობის ის სითამამე და ის უნარების გამოვლენა, რაც არ ქონდა წინა თაობას, იმიტომ რომ მათ წინა თაობასაც ქონდათ გარკვეული, ესე ვთქვათ, დადებითი თვისებები და უნარჩვევები, რომელსაც რეალიზაციას ვერ აკეთებდნენ. ახალ თაობაში ეს უფრო ნაკლებად არის, უფრო თამამები არიან და უფრო ადვილად იმკვიდრებენ თავს. და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ თუ არ გადავდგით ნაბიჯები და არ გამოვხატეთ, ესე ვთქვათ, ჩვენ გულში არავინ ჩაიხედავს და საბოლოოდ შეიძლება ეს უნარჩვევები ჩვენთვის ვერ დაგვჩეს და ამით ვერაფერს ვერ მივაღწიოთ. ანუ შეიძლება გაქვთ რაღაცა ძალიან მაგარი უნარჩვევა, რაღაცის ნიჭი, მაგრამ სულაც არ იყო აქტიური და ეს ნიჭი არ გამოგადგეს, თვალსაზრისით, რომ არ იყო რეალიზებული და მნიშვნელოვანია რეალიზაცია და ჩვენს თაობაში ეს ნამდვილად არის და ამაში დაგეთანხმები. კი, ეს არის ნამდვილად დადებითი თვისება. რაც შეეხება უარყოფით, უარყოფითის ესე ვთქვათ, გამოყოფა ცოტა მიჭირს, არა იმიტომ რომ ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ, უბრალოდ ნაკლებად ვცდილობ ხოლმე რომ უარყოფით თვისებებს ჩაუბრმავდე. ვფიქრობ, ეს სითამამე ზოგჯერ გადადის ხოლმე უკულტურობაში, სითახედეში. კი და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ტრადიციებს, უფროს თაობას და ასე შემდეგ, ჩვენ კულტურას და ქვეყანას და ისე არ უნდა მოხდეს, რომ სითამამით შეურაცხყოფა მივაყენოთ ვინმეს. მაგრამ წეგან ახსენე, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ტრადიციებს. საინტერესო თემა წამოჭერი, ამ თემაზე არ ვაპირებ საუბარს, მაგრამ მინდა რომ ვკითხო, ტრადიცია, რომელიც თქვათ გაღაზიანებს, არიან ახალგაზრდები, რომელთაც ძველი ტრადიციები რაღაცები არ მოსწონთ და გადაფასება უნდა თვალსაზრისით, რომ რაღაცები აღეზიანებთ. შენ შემთხვევაში როგორ არის, რომელი ქართული ტრადიცია გაღაზიანებს? ხშირად ისე ხდება, რომ ტრადიციას და გარკვეულ, ისე ვთქვათ, დამკვიდრებულ ჩვეულებას ერთმანეთში ურევენ. ხშირად ის, რასაც ვეძახით ტრადიცია, სულაც არ არის ტრადიცია. მაგალითად, ქელეხი, რომელსაც უნდა აღნიშნავენ ხოლმე, ვფიქრობ, ესეც, ესე ვთქვათ, ცოტა სიმახინჯისკენ მიდის ხოლმე. და ის სულაც არის. მეც გეთანხმები და მაყურებელმა რომ უკეთესად გაიგოს, რა კუთხით მიდის სიმახინჯისკენ, რას ფიქრობ? მაგალითად, როდესაც ვთქვათ, გლოვა არის, ადამიანი დაიღუპა და მის, ესე ვთქვათ, ახლობლებს გულით კივოთ და ამ დროს გარკვეული ნაწილი ადამიანების ზუსტად იქ, სადაც ამ ადამიანის ახლო მეგობრები არიან, ახლო ნათესავები არიან, გარდაცვლილი გულისხმობ, ვთქვათ, ესე გახარებულები არიან, თითქოს ზეიმობენ რამეს. ხშირად არის ხოლმე ესეთი და ამას გვერდს ვერაუვლით, იმიტომ რომ ჭორაობის თემა კი, ნამდვილად. ეს ვფიქრობ, რომ ცოტა დამახინჯება. და განსაკუთრებით რომელს გამოყოფ, რომელი ტრადიცია მოგწონს? ტრადიცია
არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ესე ცალკე რომ გამოყო რომელი მომწონს. უამრავი ტრადიცია არის, თუნდაც მეკვლის ტრადიცია, ძალიან ესეთი საყვარელი და სასიხარულო დადებითი ტრადიცია არის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერა ამ თემის მეკვლის და ფეხის დასაწყისად. რომ თქვა, რომ განსაკუთრებით ჯერა მოგეტყუებთ, მაგრამ თვითონ პროცესი მოგწონს ალბათ. დადებითი ტრადიციაა, რატომაც არა. ძალიან კარგი, მარიამ, ჩვენ ახალგაზრდები გვიყურებენ, ძალიან საინტერესო პოზიტიური სტუმარი ხარ და საინტერესო თემებით მოხვედი ჩვენთან თქვენი ორგანიზაციის შესახებ, პროფესიული განვითარების აკადემია. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, შეგიძლიათ მოიძიოთ Facebook გვერდზე და დარეგისტრირდეთ და მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო პროექტებში, რომელიც თქვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. მე მინდა მიმართო ახალგაზრდებს, რას ურჩევ? ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ იყვნენ უფრო მეტად აქტიურები, ისწავლონ და ესე ვთქვათ, ნაკლები იზარმაცონ, იმიტომ რომ ეხლა ამ ასაკში, ახალგაზრდობის ასაკში, ესე ვთქვათ, არის ყველაზე ესე ვთქვათ, დიდი შანსი იმისა, რომ ჩვენი მომავალი გახდეს კიდევ უფრო უკეთესი. ანუ მაქსიმალურად აქტიურები. აქტიურები და სწავლა, განათლება მნიშვნელოვანია ძალიან. დიდი მადლობა, ძალიან პოზიტიური სტუმარი იყავი საინტერესო თემებით. მე დამშვიდობებამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია და მომავალი თაობის კეთილდღეობისათვის ზრუნავს სამშობიარო სახლი იმედის კლინიკა. იმედის კლინიკა გთავაზობ თანამედროვე დონის მომსახურებას და მრავალფეროვან სერვისებს, უსაფრთხო დედობა, ჯანმრთელი ახალშობილი და ბედნიერი ოჯახი. იმედის კლინიკის სავიზიტო ბარათია. მეტი მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით, დროებით.